პროდუქტის შექმნა მოდის მხოლოდ და მხოლოდ იდეიდან. გამოწვევები რა აქვს საოჯახო ბიზნესს? ჩვენთან მოდის ჯანმრთელი პაციენტი. თქვენი მამის დაწყებული საქმიანობა თქვენ ახალ რელსებზე გადაიყვანეთ. ჩვენ ესეთი ერთ-ერთი სლოგანიც კი გვაქვს from doctors to doctors. ნახერხი დაგჭირდებათ, ცოტა კარავი, ცოტა გასაშლელი სკამები. აი ისინი გახდნენ ჩვენი პირველი ინფლუენსერები აპტოსის და იმათმა მსოფლიოში გაავრცელეს. შედეგი უფრო აქ არის. ექიმის თვალით უყურებთ და უყურებთ. ბოლოს გითხრეს, რომ ესეთი წარმოებებიო ამერიკაშიც კი ხშირი არ არის. ხარისხი დადეთ. მოგესალმებით, დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია გიორგი სულამანიძე. დიდი ხანი ამიდოდა ამ გადაცემის ჩაწერა, იმიტომ რომ ვფიქრობ ესეთი პროდუქტის და ესეთი ფასეული მომსახურების შექმნა, რომელიც საქართველოში იქმნება და იყიდება და მსოფლიოს აცნობს საქართველოს როგორც წარმოების ლოკაციას, ან მომსახურების მიღების ლოკაციას, ვფიქრობ, რომ ბევრი არ ყავს საქართველოში, ამიტომაც ჩემთვის ძალიან დიდი პატივია წარმოგიდგენოთ ჩვენი დღევანდელი სტუმარი გიორგი სულამანიძე. მოგესალმებით. გამარჯობა კიდევ ერთხელ და მადლობა პირველ რიგში რომ გამონახეთ დრო, იმიტომ რომ ვიცი რომ გარდა თქვენი საქმიანობისა არის მოსამზადებელი პერიოდი კონგრესისთვის, რომელიც ასევე ცალკე ვილაპარაკებთ ამაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ესეთი ღონისძიებების ორგანიზება და საქართველოში ჩატარება, მაგრამ დავიწყოთ ყველაზე მთავარით. აპტოსი. ეს არის თქვენი საოჯახო გამოგონება და როგორც ვიცი 20-მდე სხვა პატენტიც არსებობს, რომელიც ამ საწარმოოში და თქვენს სახელთან და ოჯახთან, უბრალოდ გვართან არის დაკავშირებული. მოდით რომ მოგვიყვეთ, როგორ დაიწყო აპტოსის ისტორია, რას წარმოადგენს და როგორ მოვედით დღემდე. პირველ რიგში მადლობა და ძალიან მიხარია, რომ მაქვს საშუალება რომ გაუზიარო ყველას ჩვენი ისტორია და მოვუყვე აპტოსზე. ზოგადად ჩვენი ოჯახი ექიმები ვართ ყველა, ბატონი მარლენი მამა პლასტიკური ქირურგი, მე პლასტიკური ქირურგი, ჩემი ძმა კონსტანტინე პლასტიკური ქირურგი, თუნდაც დედა დერმატოლოგი, კოსმეტოლოგი და მეუღლეც დერმატოლოგი და კოსმეტოლოგი. ანუ ერთ სფეროში მუშაობ მთელი ოჯახი. ბატონმა მარლენმა ჯერ კიდევ 90-იან წლებში, ზოგადად იდეა 1987 წელს მოუვიდა პლასტიკურ ქირურგიაში, როდესაც მოღვაწეობდა. მაშინ ძირითადად პლასტიკურ ქირურგიაში იყო ვიყენებდით უფრო რთულ ოპერაციებს, აი სახის დაჭიმვას, როდესაც კანის გაჭრა, ათიშვა და საკმაოდ რთული პროცედურები იყო. ძალიან რთული პროცედურები იყო და ზუსტად მაშინ არ არსებობდა მინი-ინვაზიური ჩარევები. აი იქ უკვე დაიწყო ფიქრი იმაზე, როგორ შეიძლება ამის გაუმჯობესება, გამარტივება და მაშინ მოვიდა იდეა ძაფების, რომელსაც კბილანები აქვს, რომელიც შეიძლება შევიყვანოთ კანქვეშ ისე, რომ არ დავაზიანოთ პრაქტიკულად სტრუქტურა კანის და ქსოვილების, ანუ კანის გაჭრის გარეშე და დავჭიმოთ სახე. აი აქედან დაიწყო მთელი აპტოსის ისტორია, უბრალოდ მარტივი იდეიდან, რომ გამარტივოს პაციენტის პროცედურა რა. თუმცა დრო არის მნიშვნელოვანი, ანუ 90-იან წლებში, როცა თითქმის არაფერი არ ხდებოდა საქართველოში, რაც ბიზნესის ან ეკონომიკის წარმოების და განსაკუთრებით პატენტების და რაღაცა ახალ გამოგონებებთან იქნებოდა დაკავშირებული, ზუსტად ამ დროს იწყება აპტოსის ისტორია. თუმცა მაშინ წარმოების შესაძლებლობა როგორც არ იყო საქართველოში და თქვენი წარმოება იყო გერმანიაში. ნუ იმ პერიოდში 90-იანებში ჩვენ ოჯახს მოუწია რუსეთში გადასვლა, აქ ომის პერიოდი იყო და საკმაოდ დიდი ხანი მოსკოვში ვიცხოვრეთ მთელი ოჯახი და ჩვენი პირველი ნაბიჯები რუსეთში დაიწყო და პირველი წარმოებაც მათ შორის რუსეთში დაიწყო. უკვე შემდეგ სულ მალე, როდესაც ევროპის ბაზარს მივახციეთ, ანუ ეს ინტერესი გაჩნდა ექიმებში, რომ მათ შორის არა მარტო რუსეთში, არამედ ევროპაშიც გამოეყენებიათ ეს მეთოდები. აი, უკვე შემდეგი ეტაპი ეს იყო 2004-2005 წელი, როდესაც დავიწყეთ წარმოება გერმანიაში. თუმცა ვფიქრობ და შემისწორეთ თუ არასწორად ვფიქრობ, რომ ალბათ რუსეთის ბაზარი, სადაც ნაკლებად რეგულირებადი იყო, კარგი იქნებოდა თქვენთვის ექსპერიმენტებისთვის, ტესტებისთვის, იმისთვის, რომ მიგეღწიათ იმ ხარისხისთვის, რომელიც დღეს გაქვთ და საბოლოოდ ევროპაში გამოგადგებოდათ. კი, ესე ვთქვათ, სტარტაპოდ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იყო. თან რუსეთში წარმოების საშუალებები საკმაოდ მარტივად მოსაპოვებელი იყო იმ პერიოდში და ზოგადად თან პირადი კონტაქტებით ადვილად. კი, თან აი ამ სფეროში, რა თქმა უნდა, მამაჩემი კარგად ყველას იცნობდა. და პირველი წარმოება იქ უფრო მარტივი იყო.
მაგრამ რუსეთი მაინც შეზღუდული ბაზარი არის. თან იმ პერიოდში მით უმეტეს, აი ჩამოსულ ექიმებს და ჩამოსულ ბიზნესმენებს მით უმეტეს საქართველოსდან ალბათ გემახსოვრებდებათ, ცოტა ისერთულად უყურებდნენ. ამიტომაც ჩვენი განვითარება იქ ძალიან რთულად მიდიოდა და ეს პირველი ნაბიჯებიც არ იყო მარტივი. და ზუსტად ამიტომაც მამამ გადაწყვიტა სულ უკვე 2001 წელს ქონდა პირველი გამოსვლა, ასე ვთქვათ, რუსეთის გარეთ, ხო. და აი ამან რაღაცნაირად აიტაცა ამ ტალღამ ჩვენი აპტოსი და ჩვენი იდეა. მოდი ვილაპარაკოთ ზუსტად მაგ გამოწვევებზე, რომელიც ახალ გაცილებით განვითარებულ მაღალ შემოსავლიან ბაზარზე გასვლას ჰქონდა. იმიტომ რომ გასაგებია ყველასთვის 90-იანებში განსაკუთრებით რუსეთის ბაზარი და თქვენ თვითონაც აღნიშნეთ სტარტაპისთვის და ექსპერიმენტებისთვის კარგია, მაგრამ როცა გადიხარ გაცილებით გამოცდილ მაღალ ბრუნვიან ბაზარზე, სულ სხვა გამოწვევებთან არის აქ შეხება. რა გამოწვევები იყო მაშინ აპტოსისთვის და არ ვიცი, თქვენ სერტიფიკატები დაგჭირდათ და ვიცი რომ დღეს გაქვთ ეს სერტიფიკატები და ხარისხის კონტროლის ნიშნებიც. ზოგადად სტარტაპისთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის როგორ მიუდგები სტარტაპს, რამდენად ხარ აქტიური, რამდენად შენ თავს ასე ვთქვათ გასწირავ ამ ბიზნესისთვის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ბედიც არის. აი პატარა ისტორიას მოგიყვებით, ზოგადად აი როგორ შევძელით ჩვენ გასვლა საერთაშორისო ბაზარზე. 2001 წელი იყო თებერვალი, როდესაც დაგვპატიჟეს ბატონი მარლენი და მე როგორც იმ პერიოდში ჯერ კიდევ სტუდენტი, მისი თარჯიმანი ბომბეიში ერთ-ერთ საერთაშორისო კონგრესზე. რა თქმა უნდა, არავის ჩვენთვის არავინ ცნობილი არ იყო და ჩვენც არავინ არ გვიცნობდა. იქ იყო ჩამოსული მსოფლიოდან სადღაც 7-8 ყველაზე ცნობილი პლასტიკური ქირურგები იმ პერიოდიდან. სხვა დანარჩენი ინდოელები იყვნენ. და ეს პლასტიკური ქირურგები ესწრებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ თავის გამოსვლებს, ანუ ერთმანეთის გამოსვლებს. სხვების გამოსვლებს დიდათ არ ესწრებოდნენ და სხვა დანარჩენი დრო გადაობდნენ ქალაქში, უყურებდნენ ერთობოდნენ იქაური. რა თქმა უნდა, იმის იმედით, ან ჩვენ ბოლო დღეს ჩაგვსვეს გამოსვლით, სულ ბოლოში, იმის იმედი, რომ ისინი მოგვისმენენ, დიდათ არ გქონდა. რა თქმა უნდა, ისინი უკვე წავიდოდნენ მაგ პერიოდში სადღაც ექსკურსიაზე. მაგრამ წინა დღეს იყო გალადინერი და ჩვენ როგორც ჩამოსული სპიკერი, ანუ არა იქაური სპიკერი, გვითხრეს, რომ აი ამ ექიმებთან ერთად, ამ ცნობილ ექიმებთან ერთად თქვენ გამოგივლის ცალკე შატლი ავტობუსი და წაგიყვანს გალადინერის ლოკაციაზე. ეს ავტობუსი გაფუჭდა, არ მოვიდა. და მის მაგივრად უცებ იპოვეს რაღაც ძველებური, აი მარტივად რო ვთქვა, ჩვენთან რო სოფლებში დადის პაზიკები, ვიცი და ესეთი არც კონდიციონერი და ფანჯრები რო არა აქვს და ესეთი რაღაც. აი იმაში ჩაგვაჯინეს და წაგვიყვანეს. გალადინერის ლოკაცია იყო სადღაც მთაზე და ღამე იყო უკვე ავდიოდით ამ მთაზე და რაღაც მომენტში ეს პაზიკი ჩაქრა. აი ესე ვდგავართ. ესეც ნორმალურია რომ ეგ უნდა ჩამქრალი ხო? ხო, აი ესე ვდგავართ ამ ასასვლელზე, უკან რაღაც ხრამი არის გადასავარდნი, რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენთვის მე და ბატონი მარლენისთვის ეს ნორმალური სიტუაცია არის ზოგადად, აი საქართველოში პაზიკი და თაში სიარული და ასე შემდეგ ეს პრობლემა არ არის. ჩვენ უცებ გადმოვხდით ავტობუსიდან, მამამ რაღაც ქვა იპოვა, შეუდგა პაზიკს. ვარ დაგორდეს, ეს ხალხი ჩამოვიყვანეთ გარეთ, დავეხმარეთ ბრძოლს რომ ავამუშაოთ და ერთ სიტყვით აი ეს ყველაფერი რომ მოხდა, მათთვის გავხდით გმირები. პრაქტიკულად გადავარჩინეთ ახლა ამერიკიდან, ევროპიდან ჩამოსული ხალხი ესეთ რაღაცას, რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ვერასოდეს ვერ ნახავს. მეორე დღეს, რადგან ჩვენ მაგათთვის გმირები ვიყავით, აი ეს ყველა 6 ადამიანი ჩვენ წინ იდგა ჩემი გამოსვლის დროს. მე ინგლისურად საუბრობდი და იმიტომ. აი ისინი გახდნენ ჩვენი პირველი ინფლუენსერები აპტოსის და იმათმა მსოფლიოში გაავრცელეს მერე ჩვენი მეთოდები. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ხოლმე, რომ არსებობს რაღაცეები, რაც გათვლადი არის ბიზნესში, მაგრამ არის რაღაცეები, რაც ინტუიციურად ან რაღაცა ალბათობებით გამომდინარეობს და ალბათ ეგეც ხერხზე არის ამას როგორ გამოიყენებ, იმიტომ რომ თუ თქვენ იმ ავტობუსში ისევე დასხდებოდით და იქნებოდით როგორც სხვა დანარჩენები, არც არაფერი არ მოხდებოდა, თუმცა დღეს აპტოსი დარწმუნებულია, რომ ის კონტაქტები, რომელიც აი ამ რაღაც საბურავის ცვლაზე თუ რაღაც ავტობუსის სამუშაოებიდან დაიწყო, დღემდე ასევე გრძელდება. თუ
თუმცა მოდი მივიდეთ ევროპის წარმოებაზე. თქვენ უკვე ყავდათ პარტნიორები, რომლებიცაც ამბასადორები იყვნენ და Aptos-ის პროდუქტის შესახებ გაიტანეს ამბავი და გაიზარდა მოთხოვნა. ზუსტად აი ამ კონფერენციის შემდეგ სულ რაღაც 1-2 თვეში ჩვენთან მოვიდა მოთხოვნები იმაზე, რომ მოდით ევროპაში დავიწყოთ წარმოება. ერთ-ერთ კომპანიას კონკრეტული მიზეზი იყო ამისთვის ევროპაში წარმოების ხარისხთან დაკავშირებული თუ რუსეთის წარმოება ევროპულ სერტიფიკატს ვერ მიიღებდა და დღემდე ძალიან რთული არის რუსეთში მიიღება ევროპული სერტიფიკატი, პრაქტიკულად შეუძლებელი არის და ევროპაში წარმოება, რა თქმა უნდა, მაგის საშუალებას გვაძლევს. იტალიელები იყვნენ პირველები, ასევე ამერიკიდან მოვიდა მოთხოვნა და იქაც წარმოება დავიწყეთ და უკვე 2002-2003 წელს იტალიაში და ამერიკაში პირველი წარმოებები გაიხსნა, მივიღეთ იქაური სერტიფიკატები, FDA, ანუ ამერიკული სერტიფიკატი, CE მარკი ევროპაზე. და იქ ვაწარმოებდით ჩვენ პროდუქტს. სამწუხაროდ, ალბათ ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენი ოჯახი ბიზნესში გამოცდილი არასოდეს არ იყო იმ პერიოდში და ექიმები ვიყავით, ორივე კომპანიამ პრაქტიკულად ბიზნესიდან ამოგვიღო რამოდენიმე წელიწადში, როდესაც მიხვდნენ, რომ ყველაფერი აწყობილი არის, ანუ მთლიანად წარმოება არსებობს, მუშაობს, სერტიფიკატი მიღებული არის, ჩვენგან ტრენინგები ექიმებს ძალიან ბევრი იყო ჩატარებული და უკვე ტრენერები შევქმნით, რომელიც იქეთ ატრენინგებდნენ და იტალიამ თავისი ძაფის წარმოება დაიწყო. ცალკე და ამერიკამ რაღაც დიზაინი შეცვალა, მაგრამ მსგავსი ანალოგი შექმნა, რომლებიც ორივე ახლა დღესდღეობით ჩვენი კონკურენტები არიან. მიუხედავად იმისა, როგორც თქვენ სწორად ახსენეთ, რომ 18 პატენტი გვაქვს დღესდღეობით და მაშინ უკვე სადღაც 4-5 პატენტი უკვე გვქონდა, მათი ძაცვა ძალიან დიდი ფული ღირს. რა თქმა უნდა, ჩვენ ბექგრაუნდი ისეთი ფინანსური არ ქონდა. თუმეტეს როცა სამედიცინო ბექგრაუნდიდან მოდიხართ. და აი ამ პატენტების დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ამიტომაც აი ეს ორი კონკურენტი შეიქმნა. აი ამან ზუსტად გვიბიძგა, რომ მივხვდით, რომ ჩვენი წარმოება ჩვენი უნდა იყოს და შეუძლებელია, რომ ვიღაცას მივცეთ ლიცენზია და იმას ვაწარმოოთ, მივცეთ უფლება ვაწარმოოთ ძაფები. ზუსტად ამიტომაც გერმანიაში, ბერლინში გაიხსნა იმ პერიოდში უკვე წარმოება, სადღაც 2004-2005 წელს უკვე შევქმნით. ანუ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ჩვენი სირთულე, რომელიც იმ პერიოდში გადავლახეთ თავიდან. მოდი ვილაპარაკოთ გამოწვევებზე, როცა საოჯახო ბიზნესიდან Aptos დაუდგა საჭიროება, რომ გადასულიყო ახალ პლატფორმაზე, საერთაშორისო ბიზნესის პლატფორმაზე. აქ დაგჭირდათ უკვე ალბათ კონსულტაციები, იმიტომ ფინანსური მენეჯერი, სტრუქტურა, ორგანიზებული სტრუქტურას გულისხმობ, არ ვიცი, ეს ჰორიზონტალური, ვერტიკალური აი ამ გამოწვევებზე რო ვილაპარაკოთ და როგორ დღესაც ვართ პირველ რიგში ძალიან დაგვეხმარა იმან რომ თვითონ იდეა არის უნიკალური. ანუ დღემდეაც ესთეტიკურ მედიცინაში არის პლასტიკური ქირურგია და ესეთი რთული ოპერაციები და მეორე მიმართულება არის ინექციური ესთეტიკური მედიცინა, რასაც ქვია თქვათ ტოქსინები, ფილერები, დევაისები და ასე შემდეგ. შუაში რაღაც ისეთი რომ აი პაციენტს ეს აღარ შველის და უკვე ისეთ ასაკშია, რომ ჯერ ადრე არის ქირურგია, დღემდეაც არაფერი არ არსებობს. ამიტომაც აი ეს ნიშა და საკმაოდ დიდი ნიშა Aptos-მა ძალიან კარგად დაიკავა. აი ეს იყო ალბათ ჩვენი ძირითადი მატარებელი, რომ დიდი მოთხოვნა იყო ძაფებზე თავიდანვე. რა თქმა უნდა, ამის ყველაფრის მენეჯმენტი ძალიან რთული იყო. და მე მომიწია პარალელურად ჩემ სამედიცინო განვითარებასთან ერთად ასევე ბიზნესში მუშაობა და დღემდეაც უფრო მეტად ბიზნესში ვარ ადმინისტრაციულ საკითხებში. ვიდრე ხო პლასტიკური. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სადისერტაციო ნამუშევარი გაქვთ სამედიცინო მიმართულებით, ადმინისტრაციულსაც, ესე იგი დირექტორი ვარ ბოლოს და ბოლოს კომპანიის და მიწევს მენეჯმენტი კომპანიას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი და კარგი გუნდი გვყავს. და ყველაზე მთავარი იყო ის, რომ ჩვენ რო რუსეთში გადავედით და ჯერ კიდევ ამ პერიოდში ცხოვრობდით მოსკოვში, მამა ყოველთვის ჩვენ ოჯახს აი ისე გვაყენებდა, რომ აქ ჩვენ არ დავრჩებით. ანუ ჩვენ საქართველოში უნდა დავბრუნდეთ. და პირველივე ჩვენი მიზანი იყო ჩვენი პროდუქტი საქართველოსდან გაყიდვა. მარტივად გეტყვით,
იმის გამო რომ რუსეთიდან დაიწყო აპტოსი პირველი პერიოდი 2000-იან წლებში ჩვენ ძაფებს უძახოდნენ Russian threats, ანუ რუსული ძაფები. სამწუხაროდ მაშინ საქართველოსაც იმდენად არ იცნობდნენ სოფლიოში და ზოგიერთ ქვეყანაში კითხვა იყო სად არის საქართველო და უხსნიდით სადღაც თურქეთის და რუსეთის შორის და აი ეს მიუხედავად იმისა რომ ეუბნებოდით არა ქართველები ვართ არა ეს ქართული ძაფი არის არა Russian threat პირველი აპტოსის ანალოგი კოპიო შეიქმნა ბრაზილიაში, ბრაზილიელი ექიმი იყო მოსკოვში ჩამოსული, ჩვენთან ტრენინგი გაიარა, დაბრუნდა და იმისი ანალოგის წარმოება დაიწყო. უჩვენოდ დაარქვა Fioruso, რუსული ძაფი. ანუ პირდაპირ რუსულ ძაფზე იყო საუბარი. ამიტომაც აი, როდესაც ჩვენ გერმანული წარმოება შევქმნით, უკვე მაშინ პარალელურად შეიქმნა კომპანია აქ თბილისში, საქართველოში და წარმოებული პროდუქტი გერმანიაში მოდიოდა საქართველოში და ექსპორტზე საქართველოდან გადიოდა. ამ დოკუმენტაციები უკვე ქართული ექსპორტით იგზავნებოდა. იმიტომ რომ მთელი იდეა და აზრი იყო ის რომ ქართული პროდუქტი ყოფილიყო ეს და შეიძლება იმ პერიოდში made in Georgia არ იყო რაც უკვე ეხლა შეგვიძლია და გვაქვს. მაგრამ მაინც რომ საქართველოდან ექსპორტზე გაგვეშვა და ამიტომაც მთლიანი გუნდი ჩვენი ბიზნესი გადმოვიყვანეთ აქ საქართველოში და სულ რამოდენიმე წელიწადში უკვე 2007-2008 წელს ნელ-ნელა ჯერ მე გადმოვედი, მერე უკვე ჩემი მშობლები და ჩემი ძმა. და არ ვიცი რამდენად მაყურებლისთვის ცნობილია, მაგრამ საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი გაქვთ ბრუნვას გულისხმობ, იმიტომ რომ გარდა მატერიალურისა, არამატერიალურ ბრენდირება საქართველოსი როგორც ხარისხის ნიშნის და წარმოების ლოკაციის აპტოსი ქმნის ამას და რაღაცა ეს წერტილი მსოფლიოში შეიქმნა, რომ საქართველოში მაღალი ხარისხის სამედიცინო პროდუქტი შეიძლება შეიქმნას და ექსპორტირდეს საქართველოდან. ამისთვის ჩემი მხრიდან ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ არა მხოლოდ პროდუქცია აქ ლაპარაკი, არამედ არის ღირებულებაზე, რომელსაც ქმნით თქვენ და საქართველოსთან დაკავშირებული და მესამე ეს არის არა მხოლოდ პროდუქტი და ღირებულება, არამედ მომსახურება, რომელიც ესეთი დეფიციტურია ჯერჯერობით საქართველოში და ამას მე ვამბობ, რომ ეს ქართული ეკონომიკის ასაკის ბრალია და ასაკთან ერთად ეს ხარისხიც მოვა მომსახურებაში, თუმცა თქვენ ხარისხი დადეთ. პირველ რიგში პროდუქტის შექმნა მოდის მხოლოდ და მხოლოდ იდეიდან. ანუ არ ვიყენებთ საქართველოს რესურსებს, ანუ არ არის ეს წყალი, ღვინო, რაღაც სხვა. ბორჯომი. ხო. ეს პირველი. მეორე, ვართ წარმოდგენილი და ექსპორტზე გაგვაქვს პროდუქტი 100 ქვეყანაზე მეტი არის აპტოსი ახლა წარმოდგენილი, ანუ ესეთი პროდუქტი დღესდღეობით სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, რომ ამდენ ქვეყანაში ექსპორტზე გადიოდეს, სამწუხაროდ საქართველოში ესეთი ბიზნესი არ არსებობს. და მესამე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გარდა აპტოსის წარმოების, ჩვენ ასევე რაღაც სხვა ბიზნესი გვაქვს, ანუ ჩამოგვაქვს დისტრიბუციაზე რაღაც ესთეტიკური პროდუქტები, რამოდენიმე კლინიკა გვაქვს აქ პლასტიკური ქირურგიის და დერმატოკოსმეტოლოგიის, ჩვენი 98 ალბათ პროცენტი, 96% ბრუნვის არის ექსპორტი. ანუ ჩვენ პრაქტიკულად არ ვიყენებთ საქართველოს ფულს. ჩვენ პირიქით ჩამოგვაქვს ეს ფული აქ საქართველოში და ზუსტად ამიტომაც ალბათ ჩვენი ბიზნესი საკმაოდ უნიკალური არის, რომ შევადაროთ სხვა ბიზნესებს საქართველოში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ესეთი ტიპის ბიზნესები მომრავლდება და მეტი და მეტი იქნება. სანამ ეპიზოდი დასრულდება, ჩვენი პარტნიორის შესახებ გიამბობთ. ჩვენს გადაცემას ყავს ახალი პარტნიორი IBCCS Tax საქართველო, საერთაშორისო საგადასახადო, საბუღალტრო და იურიდიული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ჩვენს გვიწევს მომსახურებას. თუ თქვენ გჭირდებათ მაღალი ხარისხის ბუღალტრული, იურიდიული ან საგადასახადო სერვისები, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და მიიღოთ მათი მაღალი ხარისხის მომსახურება. ახლა კი გავაგზავნოთ ეპიზოდის ყურება. მოდით, როგორც გენერალურ დირექტორს აპტოსისას კითხავთ მსმენელისთვის, რომელსაც შეიძლება ინსპირაცია იყოს. საქართველოს როგორც გეოგრაფიული მდებარეობა, საქართველოს როგორც საგადასახადო იურისდიქცია და როგორც საექსპორტო პოტენციალის მქონე ქვეყანა, რომელსაც თქვენ იყენებთ. როგორ შეიძლება იყოს ეს ექსპორტირებული, გამოყენებული, გადათარგმნილი
მსმენელისთვის, რომელმაც შეიძლება იდეა აქვს და ვერ აკავშირებს რამდენიმე წერტილს ერთმანეთთან. ერთ-ერთი უბრალოდ მაგალითს ვიტყვი, რომ საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან და წარმომავლობის სერტიფიკატის მქონე პროდუქცია შეიძლება გაიყიდოს ევროპის ნებისმიერ შტატში, ქვეყანაში იმპორტის გადასახადის გარეშე. თქვენ რომელი შესაძლებლობები გაქვთ გამოყენებული აპტოსის შემთხვევაში? პირველ რიგში ახლა მე კი ვახსენე რომ მთელ ოჯახს გვინდოდა საქართველოში დაბრუნება, რა თქმა უნდა, მეორე მხარეც ჰქონდა ამას ბიზნესის კუთხით, იმიტომ რომ იგივე რუსეთი ბევრად უფრო მეტი შეზღუდული მაშინ მით უმეტეს და ეხლადაც ქვეყანა არის და იყო, ვიდრე საქართველო და ჩვენ ხედავდით საქართველოს განვითარებას და ხედავდით იმას, რომ საქართველო უახლოვდება ევროპას ყველა მიმართულებებით და ჩვენ შევძლებთ ამ ბიზნესის განვითარებას აქ ბევრად უფრო მარტივად და უკეთესად ვიდრე იგივე რუსეთში. პრაგმატული ბიზნეს გადაწყვეტილებით საქართველოს ჯობია. რა თქმა უნდა, ეგრე იყო. მეორე მხრივ, აი 2021 წელს აქ უკვე წარმოება შევქმნით და გავუშვით და Made in Georgia არის დღესდღეობით სრულად ჩვენი პროდუქტი. რა თქმა უნდა, წარმოების აშენება და გაშვება აქ საქართველოში იყო ძალიან დიდი ჩელენჯი, ეს იყო ძალიან რთული, იმიტომ რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, თუნდაც რუსეთში, ევროპაში არის, აი როგორც ჩვენი ტექნოპარკი არის პირობითად, მაგრამ იქ არის ტექნოპარკები, მთელი ქალაქები, სადაც შენ შეგიძლია იჯარით და საკმაოდ იაფად სახელმწიფოდან აიღო რაღაც ტერიტორია და ყველა კომუნიკაციებს მოგიყვანენ იმ ბიზნესისთვის, იმ წარმოებისთვის, უბრალოდ რომელიც შენ გჭირდება. აქ საქართველოში ჩვენ ნოლიდან მოგვიწია ამ შენობის, ამ წარმოების აშენება. ინფრასტრუქტურის მოწყობა მთლიანად. და რაც ყველაზე რთული იყო, საქართველოში ძალიან რთულია იპოვო ისეთი სპეციალისტები, რომელიც არა მხოლოდ ამას ყველაფერს აგიშენებენ, არამედ გაუშვებენ და მერე კიდევ მიხედავენ. აი ესეც ძალიან ინჟინერებიდან დაწყებული და მერე ხარისხის მენეჯმენტიდან დამთავრებული და აი ამაში რა თქმა უნდა ძალიან გაგვირთულდა და ამ თიმის შექმნა და პრაქტიკულად 90% ამ თიმის ეს თიმი ჩვენი დატრენინგებული არის, ანუ მზა კადრს აქ საქართველოში ესეთი ტიპის მზა კადრს ვერ იპოვი. მაგრამ შევძელით, გამოგვივიდა და დღესდღეობით, აი სულ ახლა გავიარეთ, საკმაოდ რთული აუდიტი არის. ეს აუდიტი ეკუთვნის 5 ქვეყანას, ეს არის ამერიკა, კანადა, ავსტრალია, იაპონია და ბრაზილია. წარმოების ხარისხის აუდიტი. დიახ, ერთ-ერთი, ანუ პრაქტიკულად ყოველ თვე გვიწევს რაღაც აუდიტის გავლა, მაგრამ ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი, იმიტომ რომ აი ეს 5 ქვეყანა ყველაზე რთულ რეგისტრაცია აღიარებას იცვლება რა. ანუ შენ თუ რომელიმე ამ ქვეყნის რეგისტრაცია გაქვს, ესე იგი შენი სამედიცინო პროდუქტი ოქროს სტანდარტს ხო, აი, მქონე არის ხარისხში. და 5 დღე იყო ეს აუდიტი და ბოლოს გვითხრეს, რომ ესეთი წარმოებებიო ამერიკაშიც კი ხშირი არ არისო. ანუ ესეთი დონის კარგი ხარისხი და პრაქტიკულად რაღაც აი მათი კომენტარები ძალიან მინიმალური იყო, რაც უნდა გამოვასწოროთ, რაც პრაქტიკულად ძალიან მარტივი გამოსასწორებელი. ანუ მე იმას ვამბობ, რომ გამოგვივიდა ამის გაკეთება და ეს რა თქმა უნდა ჩემი გუნდის დამსახურებაა, რომელიც უკვე წლები არის ერთად მუშაობს და ვიზრდებით. დღესდღეობით მხოლოდ ჩვენ წარმოებაში 150 ადამიანი მუშაობს. რომლიდანაც ძირითადი ნაწილი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გუნდი არის თვითონ წარმოების ნაწილი, საინჟინრო ნაწილი, ხარისხის ნაწილი, R&D-ის ნაწილი და R&D-ით აი კიდევ ერთ რაღაცას ვიტყვი, რაც მნიშვნელოვანი არის ალბათ მათ შორის სტარტაპისთვის, შეიძლება პირველ პერიოდში არა, მაგრამ შემდეგ ბიზნესისთვის, ზრდისთვის ძალიან მარტივი არის შენი კოპირება. ჩვენ ეს გადავლახეთ ძალიან ბევრჯერ და დღესდღეობით ძალიან ბევრი ანალოგები არსებობს ჩვენი პროდუქციის, მაგრამ თუ შენ ლიდერი ხარ და შენ ახალ პროდუქტებს ქმნი და ინვენტორი ხარ მათ შორის, არავინ არ დაგეწევა. აი ჩვენ პირობითად უკვე მეოთხე თაობის პროდუქტი გამოვუშვით
გულისხმობთ რომ არ უნდა შეჩერდეთ რაღაც ერთზე და სულ მუდმივად ახლის განვითარებაში უნდა იყოს. ჩვენი კონკურენტები ჯერ კიდევ მეორე თაობის ანალოგებს აწარმოებენ, ანუ მესამე თაობამდეც კი არ მოსულან და არ დაგწეულან და აი ზუსტად ამ შემთხვევაში ძალიან დიდ ინვესტიციას ვდებთ R&D-ში. ზოგადად აი ამის წინ მქონდა გამოსვლა, დავითვალეთ 30%-მდე თანხა იხარჯება R&D-ში და სხვადასხვა კვლევებში, ან ჩვენი ბრუნვის აი ამ ხელა თანხა იხარჯება ამაში და ეს ალბათ ყველაზე მთავარი დრაივერი არის დღეს ჩვენთვის, რომ ვართ ლიდერი ამ ბაზარზე და ამიტომაც ესეთ ხარისხიან პროდუქტს. ძალიან სასიამოვნოა, როცა სამედიცინო ბექგრაუნდის ადამიანი არის გენერალური მენეჯერი ესეთი დიდი ორგანიზაციის და ხედვაც თქვენი და ფუნქციაც არ არის თქვათ, რომ მხოლოდ სამედიცინოა ეს და თავიდან ბოლომდე ეკონომიკურ, ფინანსურ გაანგარიშებზე დაყრდნობით იღებთ გადაწყვეტილებას. ამას გულისხმობ, იმიტომ რომ პირველი გადაწყვეტილება საქართველოში დაბრუნების, აუდიტირება, სულ მუდმივი პროცესი, გუნდის ფორმირება, რაც ახსენეთ თქვენ თავიდან ბოლომდე არის ის თავარი წერტილები, რომელიც ბიზნესის კეთებისთვის უნდა შეიკრეს და research and development R&D ამის გარეშე განსაკუთრებით ზუსტი ტექნოლოგიის პროდუქციის წარმოება, როგორც სამედიცინოა, ალბათ არ გამოვა. ამიტომაც ალბათ კარგი საფიქრალი მივეცით მოყურებელს, ვის ან გამომგონებელია ან ამ ბიზნესში უნდა ჩართვა, რომ ამებზე იფიქროს, ამის გარეშე სამწუხაროდ არ გამოვა. კიდე ერთი რაზეც მინდა რომ თქვენი გამოცდილება გაუზიაროთ, საქართველოს ეკონომიკა არის ძალიან ახალგაზრდა იმისთვის, რომ ჩვენ არ გვაქვს საქართველოში ისტორია, ეკონომიკაში ისტორია ისეთი, როცა თაობები იცვლება და ახალ თაობას ახალი ცოდნა შემოაქვს. თქვენ ხართ ერთ-ერთი მაგალითი, როცა თქვენი მამის დაწყებული საქმიანობა თქვენ ახალ რელსებზე გადაიყვანეთ და ახალ სიცოცხლეს ჩუქნით. დარწმუნებული ვარ ამ ბიზნეს გაცილებით დიდი მომავალი აქვს, იმიტომ რომ ეს ბრუნვა ახალ რელსებზე გადასვლა და research and development და განვითარება აუცილებლად ახალ დიდ წარმატებებს და დიდ სიმაღლეებს მიტანს. მაგრამ გამოწვევები რა აქვს საოჯახო ბიზნესს? იმიტომ რომ არის რაღაცეები, როცა საოჯახოა ბიზნესი განსაკუთრებით თაობათა შორის განსხვავების დროს გადაწყვეტილებების თავისუფლებას არ იძლევა ხოლმე. თქვენ შემთხვევაში როგორ იყო და რამდენად იყო ეს გამოწვევა ან არ ვიცი. პირველ რიგში თქვენ წინა ნათქვამს დაუბრუნდები. ჩვენ ესეთი ერთ-ერთი სლოგანიც კი გვაქვს from doctors to doctors. ანუ იდეა მოვიდა ექიმს, დააფუძნა ეს ყველაფერი ექიმებმა, დირექტორი და მმართველი დღესდღეობით არის ექიმი და პროდუქტი ექიმებისთვის. თან მოქმედი ექიმი. დიახ, პლასტიკური ქირურგი და ეს ყველაფერი ექიმებისთვის იქნება. და ზუსტად აი ამაშიდაც იმ მეორე იმ კითხვაზედაც გიპასუხებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, ეხლა დღესდღეობით სამნი ვართ, მე, ბატონი მარლენი მამა და კონსტანტინე, ჩემი ძმა, ჩვენ ყოველთვის თავიდანვე და დღესაც ჩვენ ბიზნესს და ჩვენ პროდუქტს ექიმის თვალით უყურებდით და უყურებთ. და ნაკლებად ბიზნეს თვალით. რამდენჯერ მქონია ჩემ თიმთან, ჩემ თანამშრომლებთან ერთად მაგაზე დავა, რომ ბიზნესის კუთხით ესე აჯობებს, ფინანსური კუთხით აჯობებს უფრო პრაგმატულად და უფრო სხვანაირად რო შეხედო. მაგრამ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ისე, როგორც ექიმს სჭირდება, ისე, როგორც მედიცინა სჭირდება და ამართლებს, იმიტომ რომ საბოლოო მომხმარებელი მერე მაინც ექიმი არის და შეიძლება დღეს შენ იმაში შენი ფინანსური და კომერციული ინტერესი ნაკლებად ჩადე, მაგრამ ჩადე მეტი ინტერესი ექიმისთვის და პაციენტისთვის. ეს ყველაფერი გამართლდა შემდეგ, შეიძლება წლების განმავლობაში, მაგრამ გამართლდა, იმიტომ რომ შენი პროდუქტი უფრო მოქნილი არის, შენი პროდუქტი უფრო იმ საჭიროებებს უაკმაყოფილებს, რაც პაციენტებს და ექიმებს სჭირდება. ამიტომაც არასოდეს არ ქონია ჩვენ რაღაც პრობლემები საერთო გადაწყვეტილებაში და ზოგადად ჩვენი პროდუქტიც აი ესე იქმნებოდა და დღესაც ესე იქმნება. სწორედ ამას აღნიშნავდი ახალ მიდგომაში და ცვლილებაში, იმიტომ რომ ჩემი მშობლების თაობისთვისაც ექიმის პროფესია გაცილებით უფრო ელიტარული იყო და ხანდახან ხელშეუხებელი და თქვენ რასაც ამბობთ, რომ სამედიცინო სფერო
ჩვეულებრივი მომსახურების სფეროა, უბრალოდ უფრო სპეციალიზირებული კონკრეტულ სერვისის მიწოდებაში. და ალბათ ამიტომაც არის თქვენი კლინიკები ასე ცნობილი, გარდა იმისა, რომ თქვენს პროდუქციას იყენებენ, რომ იქ მომსახურებაზე ორიენტირებული არის, ექიმი იქნება თუ ადმინისტრატორი და თქვენი მომხმარებელი, ეს საბოლოოდ პროდუქციის მომხმარებელი იქნება თუ სერვისის მომხმარებელი, თანაბრად კმაყოფილია. რა არის, იცით, ერთი მხრივ თქვენ სწორედ ამბობთ, რომ ეს არის სერვისი, მაგრამ მეორე მხრივ, აგიხსნით ესეთ რაღაცას. ესთეტიკური მედიცინა მიუხედავად იმისა, რომ ეს ცოტა სხვა მიმართულება არის სამედიცინო სფეროში, საკმაოდ რთული მედიცინა არის. ჩვენთან, იგივე კლინიკებში, თუნდაც ჩვენ პროდუქტის მომხმარებელი ავიღოთ ან და სხვა ოპერაციებს, როდესაც ვაკეთებთ, ჩვენთან მოდის ჯამთელი პაციენტი. ჯამთელი, რომელსაც არ აწუხებს რაღაც ჯამრთელობის პრობლემები. მასზე ჩვენ ვატარებთ სხვადასხვა პროცედურებს და ზოგჯერ საკმაოდ რთულ ოპერაციებს მათ შორის. და ოპერაციის შემდეგ და ჩარევის შემდეგ ეს პაციენტი პირველ რიგში უნდა დარჩეს ასეთივე ჯამრთელი, რომელიც იყო სანამ ოპერაციაზე შევიდოდა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ყველა ექიმისთვის, რომელიც ამ პროცედურას ან ოპერაციას ატარებს. და მეორე, გაგიკვირდებათ, მაგრამ შედეგი ამ ოპერაციის არ არის ცხვირის ფორმის შეცვლა იმდენად, ან ტუჩის ფორმის შეცვლა, ან სახის გაახალგაზრდება. ფიზიოლოგიური არ არის ან. იმდენად არ არის. შედეგი უფრო აქ არის. ანუ ჩვენ ესე ვთქვათ, happiness ბედნიერებას ვქნით. ანუ ის რაც პაციენტს ჰქონდა თავში, რომ ესეთი უნდა ვიყო, როდესაც მე ამ კლინიკიდან წავალ, ან ამ პროდუქტს გამოვიყენებ, ის უნდა შევუქმნათ ჩვენ მათ შორის თავში და მათ შორის მის სახელზე ან სხეულზე. ამიტომაც ამ შემთხვევაში უდიდესი პასუხისმგებლობა მოდის ესთეტიკურ მედიცინაში და ესთეტიკურ მედიცინის ექიმებთან და ძალიან რთულია, რომ ის საბოლოო შედეგი მიიღო, რომელიც პაციენტს სრულს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ანუ გამოჯამრთელება ზოგიერთ შემთხვევაში ბევრად უფრო მარტივია პაციენტის და შენ გაქვს ის შედეგი, რომ პაციენტი ჯამრთელია, ვიდრე ზუსტად იმის მიღება, რაც მას თავში ჰქონდა. ზუსტად მან დავარ, იმიტომ რომ მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ დღევანდელი ეკონომიკა აღარ არის პროდუქტზე ორიენტირებული, არამედ თავიდან ბოლომდე ემოციებზე ორიენტირებულია. იმიტომ რომ ერთ-ერთი ცნობილი სასმელი შაქრიანი სიროფი აღარ არის, არამედ არის ბედნიერება, რომელსაც ის საბოლოოდ ყიდის. ასე რომ ყველაფერში არის პროდუქცია და თავიდან ბოლომდე არის ემოციასთან დაკავშირებული და მადლობა რომ ეს აღნიშნეთ, იმიტომ რომ ყველასთვის არ აქვს მნიშვნელობა სტარტაპია, ეს სერვისის მიმწოდებელი თუ პროდუქტის მწარმოებელი, საბოლოოდ მომხმარებელთან ემოცია მიდის და არ ვიცი რა გადაჭრა პრობლემის შეიძლება იყოს ეს. ვახსენეთ თქვენი პროდუქცია, რომელმაც საქართველოს შექმნა როგორც ლოკაცია მაღალი ხარისხის სამედიცინო პროდუქტის მწარმოებელი ქვეყნის საქართველოში. მაგრამ არ შეიძლება არ შევეხოთ ღონისძიებას, რომელიც ყოველ წელს ტარდება და წელსაც იქნება ივლისში, ივლისის დასაწყისში თუ არ მეშლება და ეს იქნება 2000-მდე დელეგატი, დაახლოებით 80-მდე ქვეყნის წარმომადგენელი, 200-მდე სპიკერი, ეს იქნება ვორქშოპი ადამიანების ნეტვორკინგისთვის, ეს იქნება გამოფენა სხვადასხვა პროდუქტის მწარმოებლებისთვის და ყველაზე მთავარი, ეს იქნება კიდევ ერთხელ აღნიშვნა რამდენიმე წლიანი თქვენი ამ პროცესის ამ ღონისძიების ჩატარების ასაკალპარაკია კოლხიდაზე, რომ საქართველოს სოფლიო რუკაზე დაიტანოს როგორც ლოკაცია, სადაც მსგავსი სფეროს, მსგავსი ინდუსტრიის წარმომადგენლები იკრიბებიან, ხდება ახალი შეთანხმებები, ახალი პარტნიორობები, ისევე როგორც თქვენ შეიძლება ინდოეთიდან დაიწყეთ ვიღაცა ახალი საწყისი შეიქმნას და ეს ყველაფერი დაუკავშიროს კოლხიდამ და იმედია შემდეგ სხვა გადაცემაში მოყვებიან ამის შესახებ კოლხიდასთან დაკავშირებულს. ასე რომ მოდით მოგვყევით, საიდან გაჩნდა ეს იდეა, რატო გადაწყვიტეთ, რომ საერთოდ ამაში შესულიყავით, საერთოდ სხვა მიმართულება ივენთების ორგანიზება და დღეს ამ წელს რა იგეგმება?
პირველი ჯერ კიდევ კონფერენცია მას არ ერქვა, რაღაც ექიმების შეკრება ჩატარდა 2007 წელს, ეს იყო 7/07/2007. ჩვენი კოლეგები, ჩვენი მეგობრები, ასე ვთქვათ, უკვე ცნობილი იყო ბატონი მარლენი მეც მსოფლიოში, იმიტომ რომ ძალიან ბევრს დავდიოდით სხვადასხვა კონფერენციებზე, შევკრიბეთ და სადღაც 100 კაცი, 100 ადამიანი გამოვიდა, ექიმი, პლასტიკური ქირურგი და ესთეტიკური დერმატოლოგი აქ თბილისში. მაშინ ეს იყო უბრალოდ რაღაც ისეთი შეხვედრა, პატარა კონფერენცია, რომელსაც შეიძლება გაგრძელება არც უნდა, მაგის იდეაც კი არ ჰქონდა. მაგრამ კონფერენციის ბოლოს ყველამს ისე მოეწონა ჯერთი ლოკაცია საქართველოს. მერე მეორე ხალხი, ანუ როგორ გაუმასპინძლდით მათ აქ საქართველოში და მერე მესამე იმის გამო, რომ აი ძალიან საერთაშორისო იყო, ანუ მაშინ აფთოს უკვე იცნობდნენ ყველგან, ყველა კონტინენტზე და პრაქტიკულად ყველა კონტინენტიდან იყო რაღაც ერთ-ერთი ორ-ორი ექიმი ჩამოსული. რომ აი იმდენად საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, რომ იქვე კონფერენციის ბოლოს ითქვა, რომ მოდით ეს ჩვენ გვითხრეს. მოდით ეს კონფერენცია იყოს უკვე ყოველწლიურად. ნელ-ნელა ვიზრდებოდით მას შემდეგ და დღესდღეობით, როგორც თქვენ სწორად ახსენეთ, 2000-მდე დელეგატი ყავს და მსოფლიოს 80 ქვეყნიდან ჩამოგდის ექიმები. 19-ია თუ სწორად 19 კონგრესი იქნება წელს 3 დღის განმავლობაში. მთლიანად საუბრობთ პლასტიკურ ქირურგიაზე, ესთეტიკურ დერმატოლოგიაზე, სრულად მათ შორის, რა თქმა უნდა, აპტოზე და ძაფებზე. ვატარებთ სხვადასხვა ვორქშოპებს და ეს არის არა მარტო უცხოური ექიმებისთვის გამოცდილების გაზიარება, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ქართველი ექიმებიც კი, რა თქმა უნდა, ამას ესწრებიან და აი ამ ცოდნას იღებენ უცხოელი სპეციალისტებიდან. და ეს როგორც პლატფორმა შეიძლება გამოიყენონ ქართულმა სპეციალისტებმა, როგორც საშუალება, თქვათ, საერთაშორისო კონტაქტებისთვის. კი. ზოგადად არა მხოლოდ ჩვენ რეგიონში, არამედ დღესდღეობით ალბათ აქეთ Eastern Europe-ი რო ვთქვათ, უფრო ყველაზე დიდი ღონისძიება ტარდება საქართველოში. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული ჩვენი challenge-ი, ასე ვთქვათ, დღეს არის ლოკაცია, იმიტომ რომ 2000 ადამიანს უკვე აი თუ მეტი გვეყოლება მომავალ წელს და იქეთ წლებში უკვე სად დავატიოთ ამდენი ექიმი არ ვიცით. სამწუხაროდ ესეთი ღონისძიებები საქართველოში არ ტარდება და მაგისთვის ლოკაციებიც კი არ არის შექმნილი, რომ აი ასეთი რაოდენობა ექიმების სადღაც ერთი დიდი კონფერენცია რამოდენიმე დარბაზი ავიღოთ. და გიწევთ და თემა როგორც აკეთებენ ხოლმე თემობრივად დანაწილებას და თემების მიხედვით სხვადასხვა აუდიტორიებს. გაგიკვირდებათ, მაგრამ თუნდაც აი საქართველოს ყოველთვის ცნობილია დიდი სუფრებით და გალავახშამიც 2000 სტუმრისთვის 2000 სტუმრისთვის თბილისში ვერ იპოვი ადგილს. რომ ყველა ერთად შეკრიბოდა, ყველა ერთად მე შემიძლია ძველი გამოცდილება გაგიზიაროთ, არის საშუალება ნახერხი დაგჭირდებათ, ცოტა კარავი, ცოტა გასაშლელი სკამები. ეს ნახევრად ხუმრობი, თუმცა ალბათ ვიღაც სცენალისტვის, რომელიც სტუმრების მენეჯმენტის ბიზნესშია ჩართული, ეს გამოწვევა არა მხოლოდ თქვენ გაქვთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზატორი, რომელიც საქართველოში ატარებს უცხოური კომპანიებისთვის, ეს გამოწვევა ხშირად მსმენია, რომ არის, ვთქვათ, კვების ინდუსტრიაში და ადმინისტრაციის ნაწილშიც დიდი აუდიტორიებისთვის სივრცის ნაკლებობა. უწუხაროდ, კი. რატომაც არა. შეიძლება ვიღაცისთვის საინტერესო ინსაიტი აღმოჩნდეს, რომ ახალი მიმართულება განავითაროს. კი, არა და აი მაგასაც ვიტყვი, რომ საქართველოს ძალიან კარგი ლოკაცია არის მაგხრივ. ეხლა მით უმეტეს, როდესაც პირდაპირ რეისები გვაქვს ძალიან ბევრი და ვართ აზიის და ევროპის შორის, სადღაც ცენტრში და აი ევროპა თან დროითი სხვაობაც ბევრი არ გვაქვს სხვადასხვა სტუმრისთვის, თქვათ, ადაპტირება ადვილია. თან უნიკალური ქვეყანა ვართ, ძალიან ლამაზი ქვეყანა ვართ. სტუმარ-მასპინძლობა კარგად ვიცით და ყველას უყვარს აქ ჩამოსვლა. ამიტომაც აი ალბათ ვიღაცამ რო აიღოს თავის თავზე ესეთი ბიზნესი და რაღაც საკონფერენციო სივრცეების შექმნას ნამდვილად მოთხოვნა იქნება მაგაზე ალბათ აქ საქართველოში. მოდით გამოწვევები ვახსენეთ და მოდით ღონისძიების მიღმა პროდუქტის წარმოების დროს დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი გამოწვევა გექნებოდათ და მოგიწიათ, თქვათ, out of box რაღაც განსხვავებული ფიქრებით და გადაწყვეტილებებით გადაგეჭრათ ეს პრობლემები.
თუ გახსენდებათ რამე ისეთი მნიშვნელოვანი, რომელიც საინტერესო შეიძლება იყოს გასაზიარებლად. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ როგორც თქვი აქ საქართველოში ძალიან რთულია ზოგადად თუნდაც მასალა იქნება ეს შენი პროდუქციისთვის, თუნდაც დივაისი, რომელიც წარმოების დროს გჭირდება, ან თუნდაც ადამიანები, ან თუნდაც რა თქმა უნდა, ხო, თიმის მემბერები, ანუ ძალიან რთულია აქ საქართველოში პოვნა, ანუ ნებისმიერი სიახლე, ნებისმიერი R&D-ის ნაწილი, ნებისმიერი ახალი პროდუქტი ან იდეა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ საღაციდან ამის ყველაფრის ჩამოტანა, თან როდესაც იდეა ახალი არის, მზა არასოდეს არ არსებობს, არც დანადგარი, არც მასალა და არც კიდევ მით უმეტეს თანამშრომელი და ამის ყველაფრის ადაპტირება აქ საქართველოში. ამიტომაც აი ჩვენი გუნდი დღეს უკვე იმდენად მოქნილია, რომ ინჟინრებს პრაქტიკულად ნებისმიერი დანადგარი საწყობა დაშლა შეუძლია, რომელიც ჩამოდის და ჩვენ პროდუქციაზე მორგება და ადაპტირება. ჩვენი R&D-ის თანამშრომლები, რომელიც ქმნიან ამ პროდუქციას, ძალიან კარგად იციან, სად რომელი მომწოდებელი არის და სად რისი მიღება შეიძლება შეკვეთა და აქ ჩამოტანა საქართველოში და ასევე ჩვენთვის გამოყენებისთვის, რომ ივარგოს, ასე ვთქვათ, და აი ეს ცოტა სხვა მიმართულება არის, ანუ ჩვენ რო ვიყოთ სადღაც ევროპაში ან ამერიკაში, ყველაფერი მზად გვექნებოდა და ბევრად უფრო მარტივად და სწრაფად ალბათ იქნებოდა ჩვენი განვითარება. მეორე მხრივ ეს გვიწყობს ხელს, რომ ჩვენც უფრო კარგად ვიზრდებით და უფრო კარგი სერიოზული ექსპერტიზასაც აგროვებთ ამ მიმართულებით. კი, ხვდები, განვითარება უფრო კარგი გვაქვს. სამწუხაროდ ეგ არის ერთი ნაწილი, სადაც უბრალოდ უნდა აღვნიშნო, რომ ზოგადად არსებობს წარმოდგენა, რომ საქართველოში შეღავათიანი ფასი აქვს რაღაც სერვისების ყიდვას ევროპასთან მიმართებით, მაგრამ ზუსტად იმ კომპეტენციის ნაკლებობის გამო, რომელიც ამ სერვისის მომწოდებლებს სჭირდებათ, ხანდახან ცოტა ძვირი თუ არა იგივე ფასი მაინც გვიждდება ხოლმე. მაგრამ უპირატესობა რაც არის, ვთქვათ, ევროპასთან შემთხვევაში ეს თუ ხარჯია, საქართველოში ეს ხშირ შემთხვევაში ინვესტიცია, იმიტომ რომ ეს ცოდნა და კომპეტენცია საბოლოოდ ჩვენთან რჩება ხოლმე ინვესტიციის განხორციელებასთან და მე როგორ გამოვიყენებენ ეს უკვე აბსოლუტურად მათზეა დამოკიდებული. აი თუნდაც ერთ-ერთი მაგალითი ჩვენი პროდუქციის სტერილიზაცია ხდება ეგრეთ წოდებულ ეტილენ ოქსიდის გაზით, რომელიც საქართველოში არ იყო არა მხოლოდ დარეგისტრირებული, არამედ მისი შემოტანა და გამოყენება აკრძალული იყო კანონმდებლობის დონეზე. 5 წლის განმავლობაში ჩვენ მოგვიწია აი ამ კანონმდებლობის შექმნა აქ საქართველოში, რომ მისი ჩამოტანა და გამოყენება იყოს შესაძლებელი. გამოგვივიდა პირველი წარმოება და პირველი სტერილიზაცია ჩვენთან გაჩნდა, მაგრამ დღეს უკვე არსებობს რამოდენიმე კომპანია, რომელიც ესე დგას იყენებს. ანუ, როდესაც საქართველოში გაჩნდა ამის საშუალება, წარმოებებმაც დაიწყო მისი გამოყენება, რაც ძალიან კარგი არის. და დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი რაღაცეები რამდენად ბევრია, რომ იმიტომ რომ საქართველოს სხვა რელსებზე იყო დიდი ხნის განმავლობაში და უფრო განვითარებული ბაზრები გაცილებით წინ წავიდნენ, რამდენად საჭიროა ესეთი თქვენაირი კომპანიები, რომლებიც ესეთ შესაძლებლობებს ახალ კომპანიებს გაუჩენენ. მადლობა სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო იყო და იმედია რომ ივენთიც კარგად ჩაივლის, ეს გადაცემა როდის გავა ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა შეიძლება უკვე გასული იყოს ღონისძიება, იმედია კარგად ჩაიარა, მაშინ ესე გეტყვით. და სანამ დაგემშვიდობებით, ჩვენ გადაცემას ყავს ახალი პარტნიორი, საერთაშორისო საგადასახადო საბუღალტრო იურიდიული კომპანია და საჩუქარი მინდა მათი სახელით გადმოგცეთ. საჩუქარი დიდი არაფერი, თუმცა დარწმუნებული ვარ საინტერესო ნოუთების ჩასაწერად და საინტერესო ინფორმაციის შესაგროვებად აუცილებლად გამოგადგებათ. მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენ გადაცემაში სტუმრობისთვის. ძალიან დიდი წარმატებები კომპანიას და მადლობა იმას, რასაც ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით აკეთებთ. გარდა სამედიცინო პირადი როგორც პაციენტის და ინდუსტრიისთვის, გარდა იმის, რომ ხარისხზე, რასაც როგორც ხართ ორიენტირებული, ამ ყველაფრის მიღმა ის რითაც დავიწყე, რომ საქართველოს როგორც გეოგრაფიული ლოკაცია შექმნით
როგორც ხარისხის ნიშნით, ისე სერვისის მიწოდებით და ისე პოტენციალით, რომელსაც თქვენი ღონისძიებით კოლხიდას მეშვეობით აცნობთ მსოფლიოს. კიდევ ერთხელ მადლობა და წარმატებები თქვენ. მადლობა თქვენს წარმატებები. მადლობა კიდევ ერთხელ. პირველ რიგში ახლა საუბრობდით იმაზე, რომ რამდენად ტელევიზია თუ YouTube. ტელევიზორი სახში მაქვს, მაგრამ არ მახსოვს როდის ჩავსდე ბოლოს. არ უყურებ ტელევიზორს. ამ დროს ხედავ, როგორც ჩემი ბავშვები, აი უფროსი 16 წლის არის, ნებისმიერ ინფორმაციას იღებენ იგივე YouTube-დან. რაც ბევრად უფრო მარტივია, ბევრად უფრო მოქნილია და ყველაფერია იქ. ამიტომაც ის რომ თქვენ ამ სივრცეს იყენებთ, რომ აი სხვადასხვა მიმართულებით ინფორმაცია გაუზიაროთ, თუნდაც ახალგაზრდა აუდიტორიას, ძალიან მნიშვნელოვანი არის. თან ესეთი ინფორმაცია სულ პატარა დროში ძალიან დიდი value აქვს. როდესაც პირობითად ჩემ ახალგაზრდობაში წიგნებიდან უნდა ამეყო, სადღაც ეს წიგნები მეყოლა და მე კიდევ მეკითხა და მაინც იმას ვერ ვიპოვიდი, რაც მე მინდოდა. ამიტომაც მე ვთვლი, რომ თვითონ ლოკაციაც ინფორმაციის გაზიარებისთვის ძალიან სწორი არის და დღესდღეობით ამას ყველა იყენებს, თუნდაც მე, როდესაც გამემჭირდება და მეორე მხრივ ესეთი რაღაც რა თქმა უნდა არსებობდეს. როდესაც სხვადასხვა გამოცდილება, სხვადასხვა პიროვნება უზიარებს იგივე ახალგაზრდა ადამიანს, რომელიც დღეს პირველ ნაბიჯს დგამს ბიზნესი იქნება იქ თუ განვითარება. როგორც ყველა სხვა გადაცემა, ესეც ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გამოვიდა, იმიტომ რომ მოვისმინეთ ისტორია საოჯახო ბიზნესიდან, როგორ გახდა საერთაშორისო დონის წამყვანი ბიზნესი და ალბათ ტრეიდმარკი, იმიტომ რომ დღეს ავტოსის ძაფები მსოფლიო ბრენდია და განსაკუთრებით ამ ინდუსტრიაში ავტოსის ძაფი არის ხარისხის ნიშანი. ასე რომ პირველ რიგში სიამაყის განცდა მაქვს, როცა ლაპარაკი არის ქართულ პროდუქციაზე, რომელიც დღეს უკვე საქართველოში იქნება და როგორ გაიტანეს სახელი საქართველოში როგორც გეოგრაფიული ლოკაციის მსოფლიოში. ასე რომ იმედია თქვენთვისაც საინტერესო იყო ამ აღმოჩენების გაკეთება და შეიძლება ისეთი ინფორმაცია მიიღეთ, რომელიც თქვენთვის ახალი საქმის წამოწყების ან ახალი ინსპირაციის წყარო შეიძლება გახდეს. მადლობა და გელოდებით შემდეგ გადაცემაში.